Trebuie გაუვიდოდა მოკლე კორექტირება შევიტან და ბოლომდე შეიძლება ვერ დაგეთანხმოთ რამდენად დეტალებში არის საქმის კურსში ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კონკრეტულად ამ 12 პუნქტის თაობაზე თუ რა ხდება დღეს მდგომარეობით ჩვენ ზოგადად საუბრობდით რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერს არ გააკეთებს და რა თქმა უნდა ეს ყოველდღიურად არის საუბარი ყველას მხრიდან მაგრამ აი ესე დეტალურად ყოველთვის ვეცადე რომ არგუმენტებით, ფაქტებით საზოგადოების მიმოწოდებია ინფორმაცია. მესმის ეს კარგია და გამოადგება საზოგადოებას. რა მიმართულებით, რას აშავებს, არა თუ არ აკეთებს, მაგრამ საპირისპიროს. მაგალითად, ოდესაც ერთ-ერთი მოთხოვნა არის მართლაც კაფიოდ გაწერილი, რომ სასამართლო რეფორმა იყოს და სასამართლო სისტემა სამართლიანი გახდეს, ხო, საპირისპირო კეთდება, ხო, როდესაც ჩინჩელაძე ყველაზე ოდიოზური ადამიანი საპროცესო სასამართლოს თავმჯდომარედ ინიშნება და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოსამართლე, რომელიც საერთაშორისო ფორმატში არის, მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოში არის და იუსტიციის მინისტრი იწვევს მას და მანდაც უჩერებს მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესუალური გზავნილებით გამოირჩეოდა კრიტიკული აზროვნებით, ხო? ესეც ხო მნიშვნელოვანი მოსამართლე ნინო ბაქაქურს, დიახაც, გუშინაც თქვენს გქონდათ ცელი სიუჟეტი მასზე ვადევნეთ თვალყური. ამავე დროს ერთ-ერთი რეკომენდაცია და მკაცრი მოთხოვნაა შესაძლებელია ეს ბევრს გამორჩა, ხო? როდესაც მოთხოვნა ეხება ქალბატონებს და ქალთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ხო, ანუ გენდერულ ნიშნში ჩადენილ დანაშაულებს, ხო? ეს არის ამ 12 პუნქტიდან ერთ-ერთი კვეთრად გაწერილი მოთხოვნა და ამ მიმართულებით რას აკეთებს ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს. იქ სადაც იდენტიფიცირებულია პოტენციური მსხვერპლი ქალბატონი, ხო? და ორდერია გამოწერილი სახელმწიფოს სახელით და პოლიცია ვალდებულია ასეთი ქალბატონი დაიცვას, ასეთი ქალბატონი კვდება, ასეთ ქალბატონსაც კლავენ, რომ სახელმწიფო მას ვერ იცავს. როდესაც ერთ-ერთ პუნქტად მოცემულია მოთხოვნა, რომ დეკემბრის თვეში ობიექტური სამართლიანი დამოუკიდებელი ომბუდსმენი იქნეს არჩეული ომბუდსმენის ინსტიტუტში მთავარსახალხო დამცველად, ხო? და ვხედავთ ჩვენ კამპანიას, როდესაც არაფერს აკლებენ ჯერჯერობით სანანინო ლომჯარი არა იქ, სადაც არის და ამ ინსტიტუტს ანადგურებენ და ყველა პუნქტზე არის უკვე ხელშესახები ფაქტები თუ რას აშავებენ. ევროკავშირის ამ დასკვნაში სახალხო დამცველის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი იყო იქ, როდესაც პრობლემები არის ჩამოწერილი. იქ პირდაპირ წერია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს ებრძვიან ებრძვიან და ჩვენი აქცენტი გადავიდა მხოლოდ 12-დან თუ ვეშლება შემისწორება, ხო, არ მოგერიდება ნამდვილად განსაკუთრებით დეპოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე. აი ამ ორ პუნქტზე ვსაუბრობთ ძალიან ბევრს, თუმცა აი ის რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა შეიქმნას და სპეციალური საგამოძიებო და პირადი მონაცემების დაცვის სამსახური ინსტიტუციურად დამოუკიდებელი გახდეს, ხო? ამაზე დიდი ხანი არ გვისაუბრია და ერთი არ იქნება ანტიკორუფციული სამსახური და რაც შეეხება საგამოძიებო აი ამ დამოუკიდებელ ინსტიტუციას გვინახეთ ჩვენ ხელმძღვანელად გაუშვეს ადამიანი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პირი იყო ოლიგარქიულ პროკურატურაში ბატონი კაციტაძე კოკა თუ არ ვცდები ხო ნუ რაზეა საუბარი ხა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა 12-დან ერთ-ერთი მოთხოვნა ესა და რა ხდება მიმართულებით არაფერი არ ხდება ხო ხდება ბრძოლა ხდება უკვე მე მესმის ეს ბატონიკა ეს ყველა საკითხი არის უნიშნელოვანი საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს რომ ქართული ოცნება 12-ვე პუნქტის განზრახ ფეხქვეშ გათელვით არის დაკავებული. აი ახლა შუა აგვისტოში მინდა იცოდეს, რომ სექტემბრიდან ჩვენ ბევრი ერთმანეთისთვის ასახსნელი ამ თვალსაზრისით აღარ მესმის ეს ყველაფერი არასოდეს არ გასწორდება ქართული ოცნების პირობებში. თქვენ ამაში მეთანხმებით. ამიტომ მე მინდა მიუბრუნდე აი იმ პირველ საკითხ შესავალშიც ვახსენე, თუ ხელისუფლება არ იცვლება, შეუძლებელია ამ საკითხებზე რაიმე ისეთი შეცვალოს ივანიშვილმა, რომ გარდატეხა შეიტანოს და ჯერ ერთი სტატუსი მოგცენ და გარდა იმისა უკეთ ვიცხოვროთ ეს ამთავარი, ხო? როგორ აპირებთ ამ ხრივ ზეწოლას ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, მე ამიტომაა ფიქრი იმაზე, რომ ამ რეჟიმის
მეცადინეობით და გადამკიდე რაიმე პოზიტიური შედეგი რომელიმე პუნქტის მხრივ შეიძლება მივიღოთ. იმიტომ რომ ხეხილი თუ არა მსხმოიარე, ბუნებრივია ნაყოფს ვერ მიიღებ, ეხლა ეს არის ფაქტი. და ჩვენ დაგვავიწყდა თუ რა იკადრა პირველივე დღეებიდანვე ამ რეჟიმმა, როდესაც ფსონი დადო პუტინის რუსეთზე, პირველ დღეებშივე, როდესაც რუსები შეიჭდნენ უკრაინაში. ამათი ხელით, ვახო, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა უკვე მკვდარია. 24 თებერვლიდან, როდესაც მათ ფსონი პუტინზე დადეს და დაუშვეს, რომ პუტინი კიევს აიღებდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ რამდენიმე თვეში ამ ქვეყანაში რუსი ჯარისკაცი შემოსეირნდებოდა როგორც ტურისტი და ამათაც კი დაამხობდა, იმიტომ რომ არავის არ დაიჭერდა, არავის არ გააქცევდა, მაგრამ მეწმუნეთ ყობახიძეები და თავაკვაძეები მათაც არ დაჭირდებოდათ, გაუშვებდა განზე და ფულს გააკეთებიებდა და როგორც აი ხერსონაში, მელიტოპოლში საოკუპაციო ადმინისტრაციები შეიქმნა ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მიერ, დაწუნებული ვარ ალტიფოს მსგავსი დაჯგუფებების მიერ შეიქმნებოდა კოლაბორაციონისტული საოკუპაციო უпроსტორეთ ადმინისტრაციები და პროდასალური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ან იქნებოდნენ დაპატიმრებულები, ან მოკლულები, ან ქვეყნიდან გაგდებულები. ეს ცხადია, ეს მოხდებოდა და ფსონი ამაზე ქართულმა ოცნებამ დადო და ერთადერთი მიზეზი თუ რატომ დღეის მდგომარეობით ეს ყველაფერი ვერ მოხდა, ეს არის ჩვენი გმირი უკრაინელები და უკრაინის ხელისუფლება. სხვაგვარად, ვახო, დღეს ამ ეთერში ჩვენ ვერ ვისწრებოდით. როდესაც ამაზეა წასული ხელისუფლება, აი თქვენ კითხვაზე პასუხს უბრალოდ ცოტა შორიდან მოუვარე, როდესაც ამ ყველაფერზე წავიდა ეს რეჟიმი, ძვირფასო მეგობრებო, ფიქრი იმაზე ნუ თუ კიდევ არის რესურსი დარჩენილი, რომ ორი ჭუატყოფელი ადამიანი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე ერთმანეთს სერიოზულად ესაუბრებოდეს და მსჯელობაში შედიოდეს, რომ ქართული ოცნება, რუსული ოცნება ფაქტები დადასტურებული რაიმე ტიპის ნაბიჯ გადადგავს, რომ ამ ქვეყანას დასალური წიაღი აღირს. არ მოხდება ეს ყველაფერი. თუმცა ერთი მხრივ, ანუ უკრაინის მნიშვნელობა არის განუზომელი, მათ შორის საქართველოს ნაწილში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას ავტომატურად, რომ ივანიშვილი აქ ძალაუფლებას დათმობს და მეორე, როდესაც ლაპარაკია სანქციებზე, ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ივანიშვილი დათმობს ძალაუფლებას. აი, ჩემი შეკითხვა პირველიც და მეორეც აქედან გამომდინარეობდა საზოგადოება და ოპოზიცია, რომელიც ამ საზოგადოების ავანგარდში უნდა იყოს. როგორ ხედავს პროცესს? პირადად თქვენ, როგორ ხედავთ ამ პროცესს? მე რაღაც გამზადებული რეცეპტები რომ არ არის, ჩვენ ხო ვიცით ორივემ და ყველა მიცის. პროცესი შეიძლება ერთ წუთში შეიცვალოს, შეიძლება საერთოდ არ შეიცვალოს და ასე დარჩეს და ეს საზოგადოების და ოპოზიციის გასაკეთებელი იქნება ყველა ვარიანტში. აი, გითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი? ამიტომაც თავს უფლება მივეცი და გავიხსენე ქართული ოცნების, რუსული ოცნების რეალურად მიერ გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღეებში. ის რომ დღეს უკრაინა არ დაეცა და კიევი არ დაეცა, ეს უკრაინელებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის დამსახურებაა და ის რომ ჯერ კიდევ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, ხომ? მაგრამ მადლობა ღმერთს, მადლობა უკრაინელებს, ბრძოლა გრძელდება და ახლა ჩვენ უნდა მაქსიმალურად მოვახდინოთ ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია. ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე რა საქართველოს მოქალაქეებიც შემორჩით და ბევრი აღარ შემორჩით, სიმართლე გითხრათ ეს იცით თქვენ, უნდა მობილიზდეთ და პრაგმატულად, რაციონალურად მისაღებ დასაშვებ ფარგლებში აგრესიულად უნდა ვიბრძოლოთ დარჩენილ თვეებში და თვეებს უგულისხმობდა არა წლებს, ვინაიდან მჯერა და რატომ მოგატყვილოთ, რომ ბევრი დრო არ გვაქვს დარჩენილი, იმისათვის რომ ეს სახელმწიფო
გამოვტაცოთ მიმტაცებლებს. აი რა არის ეს რესურსი? რა არის აი თითოეული გაწერილი გეგმა, რა თქმა უნდა, რომც არსებობდეს. ბევრი სცენარისა დავსრულოთ შემოგა. ბევრი სცენარისტვის ვემზადებით, ფიქრობთ, მთელი ივლისი, აგვისტო ამას ეთმობა, მაგრამ ეხა ერთი რომც არსებობდეს უებარი გეგმა, სტრატეგიული ამაზე საუბარი პირდაპირ ეთერში იქნებოდა უბრალოდ არასერიოზული რბილად რომ ვთქვათ, მით უფრო დღეს გეგმა შეიძლება შემოგეჩვენოს პრაგმატულად არაჩვეულებრივად, მაგრამ მან არ იმუშავოს ოქტომბერში და ნოემბერში. თავარია თითო ჩვენგანის გეგმებში შედიოდეს ამ რეჟიმის ცვლილება. პრორუსული არა, რუსული, ქართული არა, რუსული ოცნების ყველაზე მეტად იცით რა მაინტერესებს. არა ის რომ გეგმა არსებობს. გეგმები შეიძლება დააწყოთ და ერთ წუთში მიხვდეთ რომ ეს მართლა არ მუშაობს, იმიტომ რომ ვითარება შეიცვალოს. რაღაც სტრატეგია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ტაქტიკა შეიცვალოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ამას წინასწარ ვერავი ვერ დაგეგმავს, მაგრამ ის რომ მოქალაქეებს რწმენა გაუჩნდეთ, ამისთვის აუცილებელია იცოდეს ნიკა მელია რისთვის არის მზად და ეს მოქალაქე, რომელიც თქვენ ხმას გაძლევთ ან ამ პროცესში გიჭერთ მხარს და შეიძლება არც გიჭერთ, მაგრამ ასევე მასთან მუშაობა აუცილებელია, ხო? რისთვის უნდა იყოს ის მზად? რამდენად შორს არის წამსვლელი ოპოზიცია, თქვენი პარტია და მე ვფიქრობ, აი ამდენიმე დღესიანი იყო დიდგორობა და ხმამაღალად ნათქვამად იმედი არ ჩამოთვლება, მაგრამ ალბათ ყველა პატრიოტი ადამიანი უკან დასახელ გზას ჩაიხერგავს. იმიტომ რომ ამის იქით უბრალოდ სივრცე აღარ დარჩა და თუ კი ეს სივრცე არსებობს, ეს არ არის თავისუფალი, ამაყი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქისთვის შემორჩენილი სივრცე. ეს სივრცე არ იქნება დამოუკიდებელი საქართველოს სივრცე. კი ბატონო, ხა ტერიტორიაზე შემორჩებით და უფროსი თაობის გასაგონათაც მინდა თქვა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვთ, საბჭოთა კავშირი, ძვირფასო მეგობრებო, დედებო და მამებო. პუტინის მცდელობა არ ემსახურება საბჭოთა კავშირის რესტავრაციას, ხო, სადაც ფორმალურად რაღაცა ნიშნით მაინც ქვეყანა არსებობდა, რესპუბლიკა არსებობდა, ხო? საუბარი არის კონკრეტულად გაწერილი დოქტრინის თანახმად, მათ შორის დუგინის დოქტრინის თანახმად, რომ რუსული იმპერია აღსდგეს და გუბერნიად ვიქცეს თბილისში, ქუთაისში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ვინმე თუ მისტერის საბჭოთა კავშირის, ის საბჭოთა კავშირიც არ იგეგმება რომ აღსდგეს. ანუ როცა აი ამ მოცემულობის წინაშე ვართ და ბევრი პრინციპში სალაპარაკოც აღარ არის, რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავების იმედად უნდა ვიყოთ და მეტყვით ალბათ მზად ხართ თავდადებისთვის? პასუხი კი. თავგანწირვისთვის? კი. რა არის ეს თავდადება და თავგანწირვა? რა იგულისხმება ამაში? იცით რა, ყველა მეთოდი, ყველა დასაშვების ზომა უნდა იქნეს გამოყენებული და იქნება. სხვაგვარად მიმტაცებელს სახელმწიფოს ვერ გამოვართვებ და ვერ ჩამოვართვებ, ხო? კითხავს ალბათ და მეკითხებიან რომ აი ვიკრიბებით და ვიშლებით? არა, ერთხელ და ორჯერ შეიძლება კვირაში 5 ჯერაც მოგვიწიოს შეკრება, მაგრამ არ უნდა დავიღალოთ. შეიძლება შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, დავბრუნდოთ სახლებში და მეორე დღეს გამოვიდეთ კვლავ. ეს უნდა ვაკეთოთ და ამ ყველაფერზე ვეთქვით ჩვენ საზოგადოებას. აი მოქმედებამ რაღაც შედეგი ხო უნდა მოიტანოს ნიკა, აი მრავალრიცხოვანი უწყვეტი დემონსტრაციები, რომელიც სახეზე იქნება და თუ იქნება, მხოლოდ გაგვიხარდება და მინდა ბჯეროდეს, რომ იქნება, იმიტომ რომ გუწვად დავინახავთ ერთმანეთში ამ ზატყოფნას, საზოგადოება ადგილზე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამას ორი თვით ადრე გაცხადებული გეგმის დადება არ ჭირდება. მრავალრიცხოვანი აქცია იქნება, თუ არ იქნება მრავალრიცხოვანი და წერტილოვანი იქნება, ხო? აი ისიც კი. მაგრამ საოკუპაციო რეჟიმი ანთებულია შეიძლება დაიღალოს თუ კი პატარ-პატარა გამარჯვებები არ აქვს ამ პროცესში, ხო? ეს ძალიან პრაქტიკული საკითხია საბოლოო ჯამში. შეიძლება აენთოს ადამიანი მივიდეს მიტინგზე, სიტყვით გამოხვიდეთ, მათაც ტაში დაგიკრან, მაგრამ ძალიან პრაქტიკული რამე არის, აი, როდესაც აქცია მიმდინარეობს და მას თავისი დრამატურგია აქვს და მომდევნო აქციებიც და ჩატარდეს, ხო? გაგიხსნათ, სხვადასხვა ტიპის აქტივობები იქნება ნაციონალური მოძრაობის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული
სხვა ჯგუფებთან ერთად ერთობლივად ჩატარებული, მაგრამ მოსვენება არ იქნება. ბოლო-ბოლო ჩვენ თავებთან ვიქნებით მართლები. რომ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველაფერს არ ვიშურებდით არაფერს და ყველა ზომას მივმართავდით. ჩვენ თავებთან ვიქნებით მართლები, არ მინდა რომ პათეტიკურად ჟღერდეს. მართლა ხო გვერიდება რომ ბევრი ვიშრომეთ ეწლები, ბევრი ვიბრძოლეთ და ჯერ ვერ შევცვალეთ ვითარება და უკვე შიდა პიროვნული კონფლიქტი გვაქვს. ძალიან ბევრ 1000 საქართველოს მოქალაქეს და ეს შიდა პიროვნული კონფლიქტი მხოლოდ გაღრმავდება, როდესაც დავინახავთ რომ საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივი ქართველების მიერ დაკომპლექტებული ძლიერდება შენი მოკავშირეები იცლებიან ქვეყნიდან მიდიან და შემოდიან გაუგებარი რუსი მოქალაქეები, რომლებიც მკვიდრდებიან და ტენდენცია არის მზარდი, რომ მასპინძელი ამ ქვეყანაში გახდეს სტუმარი და სტუმარი გახდეს მასპინძელი. ეს რეალობა არის. ამიტომ ამ ყველაფერს მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით, რა თქმა უნდა, ვერ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ აქვე მინდა დავაზუსტო, რომ თეთრი ხელთათმანების ალტერნატივა რა არის? შესაძლებელია იყოს იგივე თეთრი ხელთათმანები, მაგრამ ზომიერად აგრესიული, შეუპოვარი და უკან მოუხედავ. თქვენ თქვით რომ აი უკან გზის ჩახერგვა ახსენეთ ახლა ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული მოქალაქისგან ისევე როგორც ისინი თქვენგან ითხოვენ, თქვა თავგანწირვას, თავდადებას, როგორც თქვით, თქვენც ითხოვთ მათგან მეტ აქტიურობას. თქვენ უკმაყოფილო ხართ საზოგადოების აქტიურობით, აი გასულ პერიოდს რო გადავავლოთ თვალი. არა, ასე რა თქმა უნდა, ხა როგორ გავბედავ. ისინი ხომ მოყვებოდნენ ამ ამბებში. არა, არ შევიდეთ, არ გავშალოთ ეს საკითხი, თუ გნებოდ გავშალოთ. გავშალოთ, რატო არ გავშალოთ? საზოგადოების ვერცეთი ჯგუფის წარმომადგენელი ვახო ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ ქვეყანაში უსამშობლო რუსული ოცნების ადგილობრივი ლიდერები. აი საპროტესტო ელექტორატმა თავისი საქმე აკეთა გასული პერიოდის განმავლობაში თუ საკმარისად არ აკეთა როგორ თქვა იცით ადრე თუ არ გამოგივიდათ ახლა როგორ არა გამოსვლაზე არ ვამბობ ანუ ისინი იყვნენ თუ არა საკმარისად აქტიურები საკმარისად როგორ გითხრათ ძალისხმევას მოქალაქეებზე ვამბობ კი ბატონო რა თქმა უნდა კი პასუხეთ რამდენჯერმე ახლოს ვიყავით ამ ხელისუფლებისთვის ჭკუის ასწავლებლად გულისხმობ არჩევნების ჩანიშვნასთან ლეგიტიმური მოთხოვნების ხორჩესმასთან იძულების გზით ახლოს ვიყავით სამწუხაროდ რიგი მიზეზების გამო ეს ყველაფერი წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2019 წლიდან ვერ მოხდა მაგრამ ჩვენი უპირატესობა ახლა რა არის ხო ამ ყველაფერს ვიწყებთ ახლა არა ნულიდან, არამედ გამოცდილებიდან. კი, უდიდესი უპირატესობა აქვს ფინანსური. მოდი პირდაპირ უდიდესი უპირატესობა აქვს ფინანსური. დაახლოებით 40%, როდესაც ეკონომიკის ერთ ადამიანს აქვს და დაახლოებით 3 ლარამდე ყოველი 3 ლარი ამ ადამიანის რო არის, ხო? ოლიგარქი რუსი ივანიშვილის, ეხლა და აქეთ შენ პრაქტიკულად არაფერი არ გაქვს. ვიღაცამ შეიძლება მამამა ჩათვალოს, რომ რისი იმედი გაქვთ. არა, კი, ძალა არის ფინანსური რესურსი, მაგრამ თავარი ძალა არის ზნეობრივი ძალა და მორალური უპირატესობა და სიმართლე, რომელიც ჩვენ მხარეს არის. ამის კაპიტალიზირება გვჭირდება. ეხლა არ მინდა რამდენიმე შემთხვევის გახსენება, მაგრამ მართლა ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ რიგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა და არა მხოლოდ პოლიტიკურმა სუბიექტებმა პროცესი დავინახეთ ვიწრო პოლიტიკურ პარტიულ პრიზმაში და ერთმანეთს ჯგუფში პრობლემა ისიც არის რომ ახლოს ვიყავით. მათ შორის 2019 წლის 20 ივნისს პარტნიორების არჩევის პრობლემაც არის. კი ბატონო, იცით რა ტრადიციულად ყოველთვის იყო, არის და იქნება, მეც ხო ეხლა გრძნობ ძალიან ბევრი რესურსი დროის, ემოციის თვალსაზრისით გეხარჯება იმ პოლუზე, სადაც თითქოს ყველაფერი უნდა იყოს უკვე გარკვეული, ვიდრე დახარჯო იმ გზაზე, სადაც რეალური მტერი დაამარცხო, იმიტომ რომ არიან ადამიანები, არის ხარ ფინანსური რესურსის მოძიებით დაკავებული მაგალითად, ხო? და წააწყდები ადამიანთა ჯგუფს, რომლეთანაც გინდა ურთიერთობა დაამყარო. ერთ-ერთი, მაგრამ ნუ უცბად მე აღმოვაჩინე, რომ ცოტა სხვა ინტერესის დევს იქ და ერიდები. ასე ამის შემდეგ ვცდილობ, რომ სხვა რესურსი მოიძიონ. მე შემდეგ სხვა საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებთან აყალიბებ ურთიერთობას და გონია, რომ პირდაპირობას გაუწევთ ერთმანეთს, სანამ რეჟიმი ეს ყველაფერი სამუშაო ყველაფერი არის შავი საქმეები, რომელიც არ ჩანს. და რომ ამოვე სად არის ოპოზიცია ივლისი აგვისტოს თვეა.
ერთი დღე არა, ერთი საათი არ დაგვისვენია და არც გვაქვს, ხა არავის არ ვუგებ ნიშნავს და არც ვამადლე. ერთი საათის ნაციონალურ მოძრაობას, მის ლიდერებს არ ქონია მოსვენება და არც ექნება, არც ერთი წუთი სანამ ბიძინა ივანიშვილი არის მართვის ადავებთან. მაგალითად, ბევრი გამოწვევა ქმედება თუ არ ჩანს მაგალითად აგვისტოში ეს ტრაგედია. ხომ დამეთანხმებით რომ ეხა აგვისტო ეს თქვენი პროფესიაა, რომ სეზონი ეხა ვერ იტყვით ეს თქვენი პროფესიაა, რომ სცენის მიღმა იმუშაოთ. ეს თქვენი პროფესია 50% კეთება საქმის ახლა იქ. მაგრამ სექტემბრიდან აი რა ხდება სექტემბრიდან? დაინახოს რომ ბრძოლა ღირს, ჩიტი ბდღნად ღირს, რომ ჩვენ შევწევს უნარი გამარჯვების, რომ ის თავდაჯერებულობა კვლავ დაბრუნდეს, რომ ის რწმენა გამარჯვების კვლავ დაუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქეებს. კი, ჩამოყალიბდა, ბევრში ჩამოყალიბდა დამარცხებულის ფსიქოლოგია. მთელი კასკადი მარცხებისა უკვალოდ არ იქნა ჩავლილი. ვახო, ერთხელ, სამჯერ, 4ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ, 9ჯერ, როდესაც ბრძოლაში, უთანასწოროში მარცხები გიყალიბდება, ბევრ ჩამოყალიბდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია გათვითცნობიერებაც, ვინ არის შენი მოწინააღმდეგე. როგორც არასოდეს ვახო როგორც არასოდეს დილემის წინაშე დავდექით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასეთი მკვეთრი დილემა იყო როდისმე რუსეთი ან დასავლეთი არ ყოფილა ამიტომ იქნება გამოსტა სექტემბრიდან არჩევნებს ვახო რა თქმა უნდა რიგარეში არჩევნებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მე 100,000-ობით ამ ქვეყნიდან წასული საქართველოს მოქალაქის აქტიური მონაწილეობა საზღვარგარეთაც იმიტომ რომ მათ ჩვენმა მეგობრებმა უნდა გაიგონ და ეს მე რა თქმა უნდა სალაპარაკო ორი სიტყვით ვიტყვიო აი ამ ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე ვინც კი შემორჩით ხო ვიბრძვით და ბოლომდე ვიქნებით ამ ბრძოლაში და მოვიპოვებთ რიგარეში არჩევნების ჩატარების უფლებას ხო მაგრამ როდესაც 2-3 თვით ადრე გვეცოდინება რომ არჩევნები რიგარეში კონკრეტულ ერთ დღეს არის კი ერთი დღე ეგრეთ წოდებული day-off-ი ყველამ უნდა აიღოს და 500 კილომეტრიც უნდა გაიაროს და ხმამიცეს კი 10,000 ქართველი იყო მარტო 2020 წელს არჩევნებზე მისული მაგრამ მაშინ არ იყო რუსეთი თუ დასავლეთი ასეთი დილემა და წყალგამყოფი. წილი ახლა ნაყარია, მე დარწმუნებული ვარ. ყველა ემიგრანტი აცნობიერებს. უკრაინაში ომმა შეცვალა, მაგრამ აი შეკითხვა მე 100,000-ზე ნაკლები საზღვარგარეთ ემიგრანტი არ მივა საარჩევნო ურნებთან და 95% ხარს დაუჭერს მესმის. აი ახლა რაც შეეხება იმას, რაც თქვა მაგალითად ზურა ჯაფარიძემ, როდესაც პარტნიორებზე არის ლაპარაკი, მან გამოიყენა ესეთი სიტყვები, ერთ სიტყვით ძალიან ესეთი მეთოდები, რომელიც პარალიზებას ითვალისწინებს იქ რაღაც საბოტაჟს, პიკეტირებას და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ მასში აი ამ გეგმის მიხედვით პარტნიორს თუ არ ხედავთ? მე მივესალმები აქ ზემოთ ვახსენე ყველა მოქალაქეს თუ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს და საზოგადოებრივი ჯგუფის ლიდერებს ვის გეგმებში შედის რუსი ოლიგარქის დამარცხება და რა ზომებიც რა მეთოდებიც არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ მივესალმები უბრალოდ ჩემის აზრით იმდენად სამკვდრო სასიცოცხლო ომი გამოგვიცხადა რუსმა და აქ ადგილზე რუსი ივანიშვილის ხელით შესაძლებელია 2 თვით ადრე კონკრეტული გეგმის გაცხადება უბრალოდ არ იყოს მომგებიანი, მაგრამ ის რომ მე დარწმუნებული ვარ ზურას ამით უნდა და იმის ჩვენობა რომ ის იქნება უკომპრომისო ამ ბრძოლაში და მიხარია. ეს განცხადება ანუ შეცდომა იყო ასე. არა, ასე რატო პირიქით. არა, ეს არ იყო კონკრეტული, ხო, რას გულისხმობს კონკრეტულად ამაზე ხო არ უსაუბრია, მაგრამ ამ განცხადების ჩვენებით მას უნდა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა და ძალიან ბევრი ადამიანებიც ამას ფიქრობს, მათ შორის პოლიტიკოსები, რომ იქნებიან უკომპრომისონი და როგორ შეიძლება არ აი წავიდა რაღაცის აღარ არის, დრო აღარ არის. რაღაცის პიკეტირებისკენ წავიდა. აღარ ვიქნებოდით საქართველოში და ვინც იქნებოდით. ეხლა ერთი წუთით მინდა რაღაც გითხრათ რა კიდევ. ვინმეს თუ აქვს ნაფიქრი რომ აი თუნდაც ეს არხი ან თავარი არხი ან ტელეკომპანია კავკასია ან ტვ პირველი კიევი თუ დაეცემოდა იარსებებდა ან რომელიმე პრო დასავლელი პოლიტიკოსი ცოცხალი იქნებოდა თუ ციხეში არ აღმოჩნდებოდა
ჩვენ ეს დანის პირზე გადავირბინეთ, ოღონდ მოდი ესეც ვაღიაროთ თქვი ზემოთ უკრაინელების დამსახურებით, მაგრამ საფრთხე არსად აღარ წასულა, ხო, ისევ იქ არის, ისევ ის რეჟიმი მყავს მართვის სადავეებთან, რომლებმაც დადეს ბსონი პუტინზე, უბრალოდ დროში გაეწელა პუტინს და პირიქით მარცხდება და ისტორიულად ბევრი მაგალითი ყოფილა და ეს დაემართება პუტინს, ოდესაც დამპყრობელი მიდის დასაპყრობი სახელმწიფოს დედაქალაქზე, მას ან ვერ იპყრობს, ან თუ იპყრობს, მერე კარგავს და აი ასეთ დროს დამპყრობელი თვითონ თავის დედაქალაქს კარგავს. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, ხო? ასეთი ჰიტლერიდან დაწყებული ეს გასაგებია, მაგრამ ვიდრე ეს პროცესები ხდება, ნიკა, ვიდრე ეს პროცესები ხდება, თქვენ მოქმედებას გთხოვთ. იმისი დაშვებაც კი მიამიტობა, როგორც არ უნდა განვითარდეს სცენარი უკრაინაში, რამდენადაც არ უნდა სწრაფად აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა უკრაინელებმა, რომ პუტინი იმდენად დასუსტება უკრაინის საზღვრებში, სადაც შეიჭრა და მოახდინა ინტერვენცია, რომ აქ ის ფაქტორი აღარ იქნება. აქ რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ფაქტორი იქნება განსაკუთრებით აი ამ კოლაბორაციონისტი მთავრობის პირობებში. და ფაქტორი როგორ უნდა განეიტრალდეს ამ რეჟიმის ცვლილებით. ამისათვის რა არის საჭირო? თავდადება კი, პასუხისგებლობა წავიდა მაგალითად ზურა ჯაფარიძე და სადღაც აწყობს პიკეტს. ეს უკვე ხა ტაქტიკის საკითხია, მაგრამ როდესაც თქვენ თავად ამბობდით, რომ შიდა ამბების გარკვევაში და ურთიერთობების დაალაგებაში ოპოზიციურ არა მარტო ოპოზიცია დიდი ენერგია. მათ შორის მეტი ყველა აზრის ლიდერი, ეხლა მათქვევიოთ, აი არა, მოიცადეთ შეკითხვას. ხშირად ვახსენეთ, რომ 2019 შეკითხვა მინდა გაგისვა. მაგალითად, ძაღლის დაკვენებით მახსოვს დღემდე. დღეს ადამიანებს უყურებ და ნამდვილად ერთ ტალღაზე ვართ და ხედავთ საფრთხეს რუს ივანიშვილში იმდაგვარად როგორიც არის, მაგრამ გულიწდება რომ ვიღაცა 2019 წლის ოცინებს ვერ ხედავდა და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა, მედიის ერთმა ნაწილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა გასხლისა ოპოზიციის ერთი ნაწილი ზედმეტი აქტიურობისთვის გავლობის წინააღმდეგ. შესაბამისად, რესურსი მაშინ დაიფუძნა. მე როდესაც გულისხმობ ოპოზიციის ოპოზიცია არ მიგულისხმობს. არა, საკუთარ თავს გულისხმობთ, როდესაც თქვა გაკრიტიკებდნენ. არა მარტო მე რა გამო რა განცხადებაც გააკეთეთ, მაგრამ სოლომოსვებით ავიყავი და ეს ხო ყველაფერი ახლა წარსულია და ამასთანავე გამოცდილებაც, მაგრამ იგივე რომ არ მოხდეს და მორალური და ჩვენს ქართული ხალხის არცვის უნიშნულო ნაწილს განსაკუთრებით საჯარო სივრცეში ვინც მოკლედ მუშაობს და აქტიურად ეთერებში უთანხმოება მორალური პოლიციელის ამპლუის მორგება იმპონირებს ხოლმე და მე მინდოდა ამ თვეების განმავლობაში განსაკუთრებით თვის განმავლობაში დარწმუნებულიყავი რამდენი ასეთი მორალური პოლიციელი არის შემორჩენილი ჩვენს წიაღში, იმიტომ რომ როდესაც საერთო სასიცოცხლო ბრძოლაში მიდიხარ და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ამოცანების სახელმწიფოებრივი შესრულებისთვის ემზადები, შენ უნდა იცოდეს შენს გარშემო, შენს ველზე თანხმობა კონსოლიდაცია. და ვინ არიან თქვენი ვიში ხედავთ ამ მოკავშირეებს? არა, რატომ ვიცით? აგვისტოს შუა რიცხვი. არა, ეს მესმის, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვებია სექტემბრიდან, ხო, აპირებთ აქტიურობას. მე ვფიქრობ, ხა აი, ჯაფარიძე თქვა რომ მე ამას ვაკეთებ. მაინტერესებს. არა, მიესალმებით, მაგრამ ერთად იქნებით თუ არა? არა, სხვები შემოგიერთებიან. გვექნება, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მთელ რიგ აქტიობებს დამოუკიდებლად განახორციელებს, მაგრამ არ ყოფნის ეს, ხო ვიცით რომ დამოუკიდებლად არ ყოფნის. ინტენსივობა აქვს დიდი მნიშვნელობა. აქვს მნიშვნელობა სიხშირეს, რა რაოდენობით ადამიანებით აპირება ამა თუ იმ აქტივობას, რა ინიციატივით გამოდიხარ, შენ თავარი ეს არის რა ინიციატივის გარშემო მესმის, მაგრამ საზოგადოების ამ დროს, ამ პროცესში, ამ ფერხულში, რაც მეტი ჯგუფი აქტიურობს, ვიღაცა თელავშია, ვიღაცა თბილისშია, ვიღაცა ზუგდიდშია, საზოგადოების, ფართო საზოგადოება რომ ჩაერთოს ამ პროცესებში, ანუ
ყველა პარტიამ თავისი აქტიურობა უნდა დაგეგმოს, თავისი აქტიურობა და გაჩერება ხო ისე თავხტებ და ხშირად ამბობენ ოპოზიცია აი რატო ამჯერ უნდა გავერთიანდეთ ოპოზიცია ამის იქით ვეღარ გაერთიანდა ოპოზიცია ბევრჯერ გაერთიანდა რა წერტილში მიდის მაინტერესებს აი მაგალითად ჯაფარიძეს თავისი აქტიურობა აქვს ნაციონალურ მოძრაობას ელენე ხოშტარიას ლელოს რა სადღაცა მოგვიწევს ჩვენ რა თქმა უნდა გადაკვეთა მაგრამ ეს სადღაცა გადაკვეთა როდესაც მოგვიწევს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოები გაწეული უნდა იყოს და საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა იხილოს აი მე მაპატიეთ მინდა ამაზე ორი სიტყვით თქვა თქვენს ეთერშიც მომისმენია თქვენი ტელევიზიის ეთერში რა ოპოზიცია გაერთიანებული ხო ეხა არ გულისხმობ ეხა ორ-სამ ადამიანს რომლის მოსაწვევზე ვერასოდეს ვერ გააკეთებს ხო და რატომღაც ეს მინუსიც აქვს ეხა ნაციონალურ მოძრაობას ნებისმიერი ოპოზიციონერი მანტია მოსხული ადამიანი როდესაც ნუ არაორდინალურად იქცევა მოპასუხეებით ნაციონალურ მოძრაობა ხვდები და სხვა პარტიების გავერთიანდით ჩხუბი იყო ჩხუბში გავერთიანდით დემონსტრაცია იყო დემონსტრაციის დროს გავერთიანდით არჩევნები იყო არჩევნების დროს გავერთიანდით და ძალიან ახლოს ვიყავით ბევრჯერ გავერთიანდით ეს პრობლემა პირიქით ეს უნარი აღმოაჩნდა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ბოლო წლების განმავლობაში და ბევრი გაიღო ამისთვის ნამდვილად და მისასალმებელია ამიტომ ვინმე თუ აქ პრობლემას ხედავს მე საერთოდ ვერ ხედავ ხედავ როდესაც იცით თქვენს ეთერში, სხვა ეთერებში, გადაცემებში მოვლენ და საუბრობენ არა მამოტივირებელი გზავნილებით, ისინი მესმის პრობლემები რომ არ იყოს, ეს ხელისუფლება შეცვლილი იქნებოდა, რომ არ იყოს ის წინაღობები, ეს რეჟიმი არ იქნებოდა, მაგრამ იცით რა მახსენდება? 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ოპოზიცია სუსტი არ იყო მაშინ 2012 წლამდე სუსტი ივანიშვილამდე. ხო, არა არც ისე სუსტი იყო, მაინც სტადიონიც გაუსიათ, რუსთაველის გადაუკეტიათ 3 თვით და ბოლო ადამიანელი არჩევნებიც მოიპოვეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკას და პროტესტს ნიკა. რა კრიტიკული, თუ ჩვენ მართლა გულისხმობთ, რომ რუსის საფრთხე რეალურია და ვიცი რომ რეალურია. კრიტიკულ მედიას საშუალებებში მე იმას კი არ ვამბობ, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთს არ უნდა აკრიტიკებდნენ, ან ექსპერტი არ უნდა აკრიტიკებდეს, არა. მაგრამ ხომ გააჩნია გამოწვევის მასშტაბი, ხახტო. აი გამოწვევის მასშტაბი, როდესაც არის იმდაგვარი, როგორიც არის, ეს არის სახელმწიფოებრივი, ეგზისტენციალური, მაპატიეთ, რომელიღაცა ექსპერტი სანამ თქვენ ეთერში მოვა, რომელიმე ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია, წარმომადგენელი სანამ თქვენ ეთერში მოვა. თუ მართლა ის გულისხმობს, რომ რუსი ასევე ზურგში გსუნთქავს, ჩვენ ერთხელ დამირეკოს. თქვენ დაურეკავთ. ერთხელ ჩემ რა იცით რო არ ურეკავ, ხო? არ პასუხობენ? რა იცით რო არა, იმიტომ რომ ეს ოზა მორგებული რო იცით რა მოვალ ვახოსანაიასთან გადაცემაში 20 წუთი ვისაუბრებ და მე წავალ და წიგს წავიკითხავ და ფილმს უყურებ და ფეხბურთს უყურებ და კუსპაზე სასეირნო და სირბილისთვის მოვიცლი და მე საღამოობით უბრალოდ ოპოზიცია არ მივიღებ იმიტომ არ მივიღებ რომ არ არის სწორი იმიტომ ნამდვილი გულწრფელი გულშემატკივრი პროცესისა ამ სახელმწიფოში ჯერ კონტაქტზე იქნება და რაც რო არ გჭირდება ასეთი ადამიანი ხო ეს ვისთვის ხოზე ასხავს ვახო წყალს მე მგონი ეს პრობლემა თქვენ უნდა მოაგვაროთ ერთმანეთში ესაუბრეთ არა პასუხისგან არც ვიცნობ ზოგს ეს გაიცანით ესაუბრეთ ერთმანეთში არა მე არ ვაქცევ ყურადღებას ჩემს გეგმაში ერთხელ ერთხელ მოუმართოს უბრალოდ თუკი ჩემი აი ამ სიტყვების რომელიმე ადრესატი ახლა თქვენს გადაცემას უყურებს და ვფიქრობ ძალიან დელიკატურად ცდილობა აქვს და თუ რისი თქმა მინდა და მომავალში ამ გარდამავალ ეტაპზე სანამ არ გავაენეიტრალებთ კოლაბორაციონისტების საფრთხეს უბრალოდ ერთობისთვის გააკეთებს ყველაფერს ხოლოდ გამიხარდა კარგით ახლა მე თქვენთან მაგ ბევრი დრო არ დაგვრჩა მე ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ აი რაღაცნაირად მგონია რომ ოპოზიცია მაინც მოქმედებს ან ძველი გამოცდილებებით აი არა ერთი წამით ერთი და იგივე შედეგზე გავა დავსვამ შეკითხვას მაგალითად 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს რაც მოხდა
რევოლუცია. ხო, სხვა რეალობა იყო, მაგრამ ბევრს წარმოუდგენია, რომ ზუსტად ეს უნდა განვითარდეს. ასევე თავარზე არ არის პასუხი როგორც წესი. აი ბოლო აკორდი რა უნდა იყოს? იკრიბება ხალხი, აი აქ იჭედება ჩემი აზრით ოპოზიცია და პროტესტი ზოგადად. შეიკრიბა ბევრი ხალხი, ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს რამე გადაწყდება. ხო ესეა? წინასწარ მეტყველება პოლიტიკურ პროცესში არის უბრალოდ დაუშვებელი და ეს ვერ მოხდება. მთელი ეს ორი თვე განსაკუთრებით ივლისის თვე ხო აი ამ საკითხებზე საუბარს მოვანდომე მათ შორის ძირძო ნაციონალ მოძრაობის პარტიის წევრებთან 2001 წლიდან რო არის 2002 წლიდან რო არის ამ პარტიის გულმხმოვანი ხარდაჭერები და მადლობა მათ ისინი ძვირფასი არა მარტო ხალხი ამ პარტიის და ამ ქვეყნის მომავლისთვის მაგრამ ნუ საჭირო გახდა გახსენება 2003 წლის 2002 წლის და იმაზე ხაზგასმა რომ სრულიად სხვა რეალობა იყო მაშინ, ბევრი თვალსაზრისით და სრულიად სხვა ხელისუფლებაც იყო. წარმოიდგინეთ, ამის საჭიროება გახდა. ეს არ ქონდა გაკეთებული მე უკანასკნელ წლების განმავლობაში არც ერთხელ. დაახლოებით 15%-თან საუბრისაზე მივხვდი და ვინანი რომ აქამდე არ მქონია ამ საკითხებთან ანუ არსებობს ეს კლიშე არსებობს ასე გამო საუბარი მათთან კლიშეა ეს ჩვენ თუ არ აღვიქვით რეალობა ისეთად როგორიც არის ჩვენ თუ ერთი და იგივე სკეთებით გვინდა შედეგი განსხვავებული მივიღოთ ეს განსხვავებული შედეგი ვერ იქნება ერთი იგივე სკეთებით აუცილებლად გარდაუვალია ეს იქნება იგივე შედეგი ზუსტად ამას ვამბობ ერთ პრიზმაში იყო აქამდე სულ შევიკრიბეთ როდესაც ამომრჩეველი სვამ შეკითხვას რომ შევიკრიბეთ და მერე რა ეს ნიშნავს რომ პრობლემა მასთან არის კომუნიკაციაში, იმიტომ რომ მას ნანახი აქვს მაგალითად 2003 წელი განსხვავებული სიტუაცია აბსოლუტურად სხვა ხელისუფლებაც იყო ეს გაცილებით ძლიერია 2012 ეს გაცილებით ძლიერია შევარდნაძის ხელისუფლებაზე ბრძოლას არ ვაკნინებ მაგრამ ნუ ეხა პარლამენტის თავმჯდომარე იყო ოპოზიციონერი ხო შევარდნაძის ხელისუფლება ისეთი იყო როგორიც იყო და ჩემზე კარგად გახსოვს სხვა გარემოებები იყო აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო აბსოლუტურად და კონკრეტული ამოცანა იყო პარლამენტში შესვლა და ანუ იმ სხდომის არ ჩატარება ნიშნავდა მომენტიც იყო უკვე ნიშნავდა ხელისუფლების ანუ რეჟიმის ცვლილებას კი ბატონო ამასთანავე ნანახი აქვს 2012 წელიც ნანახი აქვს იქ დიდი კაპიტალი ჩემოსული ადამიანი რომელმაც სწორად იმუშავა და თავარს ვიტყვი აი სწორად დაგავთ ჩვენი ერთ-ერთი თავარი შეცდომა რა არის იცით 2013 წელს 14 წელს ბევრს სიმართლე არ უთხარით რომ 13-ში და 14-ში ქართული ოცნების მაშინ მართლა ბევრისთვის ქართული ოცნება იყო და დღეს ბევრისთვის უკვე რუსული ოცნება დამარცხება შეუძლებელი იყო 13 14 15 წელები უნდა ჩვენ დაგვეთმო ანალიზისთვის და მეთოდური მუშაობისთვის. ნაცვლად ამისა ჩვენ 13 წელსაც ჩვენ სამორჩეულს ვეუბნებოდით რომ 14 წელს გავიმარჯვებთ. 14-ში უთხარით რომ ეს არის პრინციპში ახლაც ამას ეუბნებით. ბადამდელი არჩევნები იქნება და მოვიგებთ. თავარი ერთი წუთით ვახო ბაში თავარი მე არასოდეს არ გავუბივარ ამაზე საუბარს თავარი პირველი პრობლემა ქართულ ოცნებას, ბევრისთვის მაშინ ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას, ეხლა უმრავლესობის რუსულ ოცნებას, პრობლემა შეიქმნა 2018 წელს. საპრეზიდენტო არჩევნებში. დიახ, პირველი რეალური პრობლემა. მანამდე მსგავსი პრობლემა მას არ ქონია. ამიტომ საუბარი იმაზე რომ ეხლა 9 წელიწადი, ეხლა თავარი ასევე გულისხმობილით, რა. ნაციონალურ ხელისუფლებას თავარი თავარი რომ გითხოთ, თავარი პრობლემა ნაციონალური მოძრაობის რა იყო? ბევრი პრობლემა შემიძლია, ბევრი სიკეთე ეს გამოყო. ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ქვეყანაში 20 ოლიგარქია და 20 ოლიგარქიდან ერთი გაგეპარება, რუსი ოლიგარქი, ხო? შეიძლება რაღაცა გარემოებებს დააბრალო, მაგრამ როდესაც ერთადერთი ყავს. როდესაც ეს ოლიგარქი მანამდეც ვიცოდით, რომ გაზპრომის კერძო აქციონერი იყო, არ ვიცოდით მანამდე, რომ რუსი ოლიგარქი იყო და ამ სახელმწიფოს ჩაიგდებს
პრობლემაა. ბაშიდებმა რუსულმა სპეცსამსახურებმა ერთი კონკრეტული ქართული სპეცსამსახურები დაჯაბნა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 10,000-ობით გულწრფელი ამომრჩეველი მართლა მიუხედავად ყველაფრისა ყველაფრის მიუხედავად ხალხმა შეცვალა მაშინ. გულწრფელად არ მიცა ხმა ქართულობაზე, რა თქმა უნდა და არა, ვინც მისცა, იქაც უამრავი იყო, რომ ვინც მისცა, მაგრამ შეკითხვა ამის იდენტიფიცირება რო ვერ მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც არის და რაც არის დღეს, ეს პრობლემაა. 2007-ში რო ვერ მანდატების საკითხზე მინდა კითხოთ, აი შემოდგომა მოახლოვდება. 2012. განიხილება თუ არა პარლამენტიდან გამოსვლა. ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები ფიქრობთ აი ამ 12 მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულების და არ შესრულების ყვალდაკვალ რა თქმა უნდა იქ დარჩება სანამ საჭირო იქნება და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საკომიტეტო მოსმენებში და საპარლამენტო სხდომების დავისწრებით, სადაც თუ დააყენეს და დაადგეს საშველი კენჭისყრა გაიმართება. ამ საკითხზე სხვადასხვაობა არის პარლამენტები, ისეთ კანონად ნაციონალურ მოძრაობას სექტორების დასაწყისში ყველა მიმართულებით საკუთარ კანონ პროექტებს ხო მიცით რომ ქართული ოცნება არაფერს ამას არ გასაგებია, მაგრამ ეხლა არ არის არუსის დასამალი ადვილად პროგნოზირებადი არის თუ რა მოხდება და დღეს მე ამაზე საუბრობდი, უბრალოდ ფიქრობ კი ბატონო, ფიქრობთ რომ ახლა უნდა იყოთ პარლამენტში. ნაციონალურ მოძრაობამ მიიღოს გადაწყვეტილება ადეკვატური. ამისი დრო ანუ გამოსვლაზე. ადეკვატური გადაწყვეტილება მოდი ნუ ან შიგნით უნდა იყოთ ან გარეთ, ბატონიკა. 11 და 12 საათიან საინფორმაციო გამოშვების რეპორტერები და ჟურნალისტები ნაციონალურ მოძრაობაში ერთი ამბავის გასაკვირვად არ მოვიდნენ, რომ ტოვებს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო მანდატებს. არა, რას ვამბობ? ადეკვატურად მოიქცევა მე ვეთქვი მაყურებელს, ადეკვატური ქცევა არის ორი სულ. ან შიგნით დარჩენა და ამას ქვია ადეკვატური, ან გარეთ გამოსვლა და ამას ქვია ადეკვატური. შიგნით დარჩენა ადეკვატური აღარ იყოს უკვე. ხო, ანუ გარეთ გამოსვლა. კარში ვერ გაჩერდებით იქ. ამიტომ და ყველაფერი თუ არა ძალიან ბევრი და ანუ სიტუაციის შესაბამისად შეიძლება გამოხვიდეთ პარლამენტით. გამოკრისტალდება და მოხდება და კიდევ ერთი შეკითხვა, რომლის გარეშეც ამ საუბარს დავასრულებთ, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილს ეხება, თქვენ იყავით ჩვენი სტუმარი, დაახლოებით ერთი კვირის წინ ან 10 დღის წინ კვირის ფორმულაში, მაშინაც ვისაუბრეთ ამ საკითხზე, გაირკვა რაიმე სააკაშვილთან დაკავშირებით, ანუ მისი ქართულ პოლიტიკაში ყოფნასთან დაკავშირებით, შეხვედრა პარტიის წარმომადგენლებს პარტიულ საქმეებზე ჰქონდათ თუ არა? რაღაც ტიპის ინფორმაციას რა თქმა უნდა ვფლობთ მნიშვნელოვანს ჩვენთვის იმისათვის რომ საქმის კურსში ვიყოთ, მაგრამ რა გაირკვა გარდა იმისა რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და უარესდება. ხა არც ერთი იქ შემსვლელი ნახველი ოჯახის წევრი მეგობარი განა იტყვილება არ ამბობენ, როდესაც მოგისმენიათ რომ ვიზიტიდან ვიზიტამდე ადამიანი კილოგრამამდე იკლებს, ხო? მართლა ეს ტენდენცია, ამიტომ, ოდესაც აი ასეთი ვითარებაა, იქ პოლიტიკაზე საუბარი პრაქტიკულად არის მინიმალიზებული. მესმის, მაგრამ მაინც არის პოლიტიკაზე საუბარი, მათ შორის ადვოკატების საშუალებით და მათ შორის, ანუ ძალიან საგულისხმოა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საკითხზე გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, არა საქართველოზე, არამედ უკრაინის საკითხზე ის ლაპარაკობდა, წერდა როგორც უკრაინის მოქალაქე. ანუ ეს ყველაფერი დეტალებია, მაგრამ ნიშანდობლივი, ანუ სააკაშვილთან დაკავშირებით მე მეჩვენება, რომ არ იცით პარტიამაც საერთოდ რა ხდება. აი რა ხდება მაშინ, აი მითხარით, ეს კაცი წავიდა ქართული პოლიტიკაში. კი ბატონო, ალტრუისტული, ადამიანური, ჰუმანური, რომ თუ ოდნავი შანსი არის და ოდნავ შანს, ნუ ვიტოვებ, რომ ხედავდე, მაგრამ ოდნავს ხედავ, შეიძლება ბევრზე განსხვავებით, რომ შეიძლება ეს ოდნავი შანსი რეალობად იქცეს და მიხეილ სააკაშვილი რუსი მმართველობის პირობებში იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ. ჩემთვის ამ ხრივ საფუძველი ოპტიმისტური არ არის. თუმცა ადამიანურად გულშემატკივრობა და ხოლოდ გაგვიხარდება, ხო? ანუ ამის იმედზე რო არ იყო ხოლოდ და მხოლოდ. თქვენ ხედავთ შანსს ივანიშვილის გაშვება, სააკაშვილის გამოშვება. რეჟიმის ცვლილებაში, დიახ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.